აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანით ცვლილებების კანონ პროექტი. მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტების შესაბამისად დამატებითი თანხები გამოყოფილი იქნა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც დიმიტრი ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გაიზარდა. სხდომაზე განიხილეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომავალში განსახორციელებელი სხვა საკითხებიც. ბიუჯეტში შევიტანეთ ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოა და ბევრ სოციალურ პროექტში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავუმატოთ იგივე ბავშვების რეაბილიტაციის პროექტი და ასე შემდეგ. არ არის ეს დიდი თანხები, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიუჯეტიდან გამომდინარე ეს დიდ ამინდს ვერ ქმნის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ზოგადად არის სოციალური პროექტი, რამე თვითონ მოსახლეობას ეხება, მაგრამ შიგადაში კორექტირებას რო ვაკეთებთ, ვცდილობთ, რომ მეტად პირდაპირ დანიშნულება მიიღოს მას როგორც სოციალური მიმართულება. ჩვენ მემზადებით ახლა ახალი წლის პროექტის განსახილველად, მაგრამ ყველა შემთხვევაში გვინდა რომ მიმდინარე წლის ყველა პროექტი, რომელიც გქონდა, მაკსიმალურად მოიხმაროს